ტექსტის შექმნა გზის გასწვრივ. ამ თემაზე ვისაუბრებთ ამ გაკვეთილში. სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, ტრადიციულად შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოების მოწონება, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ბევრი ახალი საინტერესო კურსის შექმნაში. აგრეთვე თუ კი გსურთ მიიღოთ ის გრაფიკული მასალა, რომელიც გამოყენებულია კურსში, მოგწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ყველა გაკვეთილის გრაფიკულ მასალას. აქ დავუმოვიდეთ გაკვეთილს. როდესაც დიზაინერი ხართ, გესმით რომ ყოველთვის სწორხაზოვანი ვერ იქნება ტექსტი, ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ როგორ უნდა განალაგოთ ტექსტი წრეზე, რუდეზე, სწორხაზზე და ასე შემდეგ. მოცემულ გაკვეთილში გაჩვენებთ როგორ კეთდება ეს. ანუ ჩვენ საუბრობთ, თქვათ აი ეს წრეზე რომ იყოს ტექსტი, ან რაცამ რუდეზე იყოს ტექსტი განლაგებული, ეს ძალიან ბევრ ახალბედას უჭერს. აიღეთ ტექსტის შესაყვანი ხელსაწყო type, ხელსაწყოების პანელზე. დააყენეთ ტექსტური კურსორი წრის ზემოდან. როდესაც ის წრის ზემოდან იქნება განლაგებული, თავზე იყვება, თქვენ დაინახავთ, რომ ის შეიცვალა და კურსორის წრეში გამოისახა 100, როგორც ახლა არის. თქვენ ის გადარჩენია, ჩააწყაპოთ და დაიწყოთ ტექსტის შეყვანა. ჩავაწყაპებ და შევიყვანოთ ტექსტს. ჩაწყაპების შემდეგ, ამ example ტექსტს დავშლი. ჩაწყაპების შემდეგ, როდესაც ჩავაწყაპებ, გამოჩენილი იქნება ტექსტური კურსორი, თითქოს ის წრის თავზე იყოს, მაგრამ თქვენ დაინახავთ, რომ ტექსტი სწორ ხაზოვნად იწერება. GPR lab მაგალითად დავწერე ეს ტექსტი, ხო? მაინც სწორ ხაზოვანია ეს. ეს იმიტომ, რომ როდესაც კურსორი იმყოფება წრის თავზე, ილუსტრატორი თვლის, რომ როდესაც იყენებთ ხელსაწყოს type, მსგავსი ფიგურის გარშემო ილუსტრატორი ავტომატურად ფიქრობს ამას, რომ თქვენ ჭირდებათ ხელსაწყო area type. შევიდეთ მენიუში edit და გავაუქმოთ ტექსტის შეყვანა ბრძანებით undo ან control z. არა, ასეთი მნიშვნელობა. დავაწვეთ ხელსაწყოს type, თაგვეს მარცხენა ხილაკი და რამდენიმე წამი დავაყოვნოთ. მოდით აქედან გამოვალ ამ ტექსტიდან, გვინდა. აქ რამდენიმე წამი და თქვენ დაინახავთ აქ ხელსაწყოს type on a pass. ესეთი ხელსაწყო არის მოცემული, აქ type on pass. ხედავთ? ეგეთ ხელსაწყოს. ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ კურსორის სახით მრუდე ხაზს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ტექსტს შეიყვანთ განსაზღვრული გზით. თუ კი გინდათ ტექსტის განთავსება წრის გარშემო, უნდა დააწყაპოთ წრეზე. აქ მივიტან, დავაწყაპებ და უკვე შემიქმნა example ტექსტი, ესე მაქვს მეტაყენებული. ავგრიფოთ რაიმე ტექსტი, მაგალითად GPR lab ტექსტი. ამის შემდეგ გადავერთოთ ხელსაწყოზე selection. როდესაც დაუბრუნდებით ხელსაწყოს selection, თქვენ დაინახავთ, რომ ტექსტური ჩარჩო არის გზა მოცემული წრის ფორმით. აქ, ხედავთ. წრის ფორმით მოცემული გზა. ტექსტის გარშემო იმყოფება რამდენიმე ხაზი, რომლებიც სხვადასხვა მოქმედებებს ასრულებენ. რას ნიშნავს მოცემული ხაზები? როდესაც ამ ხაზებთან მიიტანთ კურსორს, თქვენ დაინახავთ ოდნავ შესამჩნევ ისარს. მარცხენა ხაზზე, მარცხენა მხარეს მიმართულს და მარჯვენა ხაზზე, მარჯვენა მხარეს მიმართულს. აქ. მარჯვენა მხარეს მიმართული, მარცხენა მხარეს მიმართული, ხედავთ ამ ხაზებს. მარჯვენა ხაზი ტექსტის საწყის წერტილს წარმოადგენს. თუ გინდათ, რომ ტექსტი იწყებოდეს მარცხენა მხრიდან, მე გადმოვაადგილებ მარჯვენა ხაზს საჭირო ადგილას. აქ. მოვკიდებ და გადმოვიტან. ნახეთ? რაც მინდა. პრობლემა იმაშია, რომ ამის შემდეგ სადღაც შეიძლება გაქრეს დანარჩენი ტექსტი, ანუ ვთქვათ, აი ასე ვიზამ, ნახეთ, რომ დანარჩენი ტექსტი გაქრა. ხო? აქ მოცემულია მარცხენა ხაზი, პლუს ნიშნა. ასეთ შემთხვევაში ასე იქნება ეს და რაც საშუალებას მომცემს, დავაკორექტირო ტექსტის საბოლოო წერტილი.
მე შემიძლია ჩავეჭიდო აი ამ მარცხენა ხაზს და გადმოვიტანო სადაც მინდა. ხდებით. ამის შემდეგ ვთქვათ შემოწევ მარჯვენა ხაზს, გადმოვწევ მარცხენა ხაზს. და შევესწრები ტექსტი მოვათავსო ამ გზით ცენტრში. ყველაზე კარგი ვარიაცია ამ დროს გამოვიზახო რულერები, აი აქ მენიუში view, გადავიდე rulers, show rulers, გამოვიტანო ვერტიკალური მიმართველი, ეს ცენტრში დავაკენო, ეს მიმართველი, თავიდან მოვნიშნო ტექსტი და ოდნავ ხა დავაპატარავებ ამ ტექსტს, ხედავთ შუა ხაზი უნდა გასწორდეს, ხო? სწორი ფორმა უნდა მიიღოს და ესე დავაკენებ. ამის შემდეგ მარჯვენა ხაზს გავსდი, მარცხენა ხაზს გავსდი და ხედავთ როგორ მოძრაობს, ხო? ეს ყველაფერი. გადავიტან მარჯვენა, სანამ არ გამოხდება ტექსტი სრულად. ამის შემდეგ შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები ტექსტში, ისე რომ ის განლაგდეს წრეზე. ამისათვის მე დამჭირდება პანელი character. თუ კი ის არ აქვს გამოტანილი, გადავიდეთ მენიუში window და გამოვიტანოთ ეს პანელი. ხარაქტერი მე გამოტანილი მაქვს პირადად. თუ პანელი გამოტანილი გაქვთ, window მენიუში window შესვლა აღარ გჭირდება. ყველაზე ხარაქტერ შემიძლია გავზარდო შრიფტის ზომა, სიმუქე. ამის შემდეგ შევცვალოთ ბრძანება tracking, ისე რომ ტექსტმა შეავსოს წრე. გავუკეთოთ ტრეკინგი, ასე რომ ვთქვათ, ამ ტექსტს, რომ ძალიან წრე შეივსოს. ამისთვის მე შემიძლია გამოვიყენო type, გადავიდე type-ში, აქ გადავიდე მენიუში type on pass და აი აქ შევცვალო, თქვათ, როგორ მინდა ეს ყველაფერი განთავსდეს. მაგრამ ერთი პრობლემა მაინც რჩება, ტექსტი shorts იმყოფება წრისგან. ამიტომ პანელზე character მენიუში ბრძანება, ჩავთვალოთ ბრძანება show options. მე პრინციპში ჩართული მაქვს, ეხლა highs თუ ჩავთავ. იმიტომ რომ show უკვე ჩართული მაქვს და გახსნილ მონაცემებში დავაკენოთ მონაცემი baseline shift. ესეთი მონაცემი არსებობს და შემიძლია აი საბაზისო ხაზი, აი ეს baseline. ხედავთ, აწერია კიდეს ჩავთვალ. აქ შემიძლია ეს glyph-ი გავთიშო, შემიძლია x-height-ი გავთიშო, აქ ბადეების მიმართველები გავთიშო, ის გრადუსები გავთიშო და დავტოვო საბაზისო ხაზი და ის ახლოს იქნება უკვე აი ამ წრესთან განლაგებული. შევამციროთ საბაზისო ხაზი და თქვენ დაინახავთ როგორ უახლოვდება, აი baseline-ი როდესაც მაქვს აქ, აი აქ ხედავთ set baseline, შემიძლია გავზარდო და დავაშორო წრეს, შემიძლია პირიქით შევამცირო მანძილი და ახლოს მოვიყვანო წრესთან. თუ ასოები ერთმანეთზე გადადის, გამოყავით ტექსტი ხელსაწყოთის სალაერთად და პანელში character, აი აქ როდესაც დავაწვევი, შემიძლია შევამცირო tracking-ი ასოებს შორის. აი აქ ხედავთ set tracking, შემიძლია შევამცირო ასოებს შორის, შემიძლია გავადიდო tracking-ი, გამახორციელო, გავშალო ხელაზე ან ხელაზეც მინდა რომ იყოს გაშლილი ტექსტი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, აქ თუ კი დააკვირდით, გააჩნია მას ასევე ვერტიკალური ხაზი მარცხენასა და მარჯვენას გარდა. რას აკეთებს ის? თუ კი მას დავაწვევით და გადავაადგილებ, უბრალოდ წრეზე გადაადგილება ხდება. აი ასეთ რაღაცას თუ აკეთებს გადმოხტომას ქვემოთ ძალიან არა, აუშვით კიდევ წამოიღეთ, ხო, ესეთი მოძრაობები აკეთებს. წავიღებ, ხა აი გადამიხდა, ხო? თუ სადაც არ ხტება, კონტროლს დავაბრუნებ, აი ნელ-ნელა წავიღებ, მაშინ რომ არ გადახტეს ეს ხაზი სადღაც, ხო? გარდა ამისა, აი ამ ვერტიკალური ხაზით მე შემიძლია შიგნით შემოვიტანო და უყურდით და ის შიგნიდან ვაკონტროლო, აი ქვედა მხარეს რო იყოს მაგალითად ტექსტი განლაგებული. აი ან ასე, ანუ შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულება მისცეთ ტექსტს. აი ეს არის ეს ხაზი. როგორც ხედავთ, ტექსტის განლაგება გზაზე არც ისე რთულია, თქვენ უბრალოდ პრაქტიკულად უნდა შეისწავლოთ აი ამ
პანელის მონაცემები, ხარაქტერის და თვითონ აი ამ ყველაფრის დალაგება. ანუ უბრალოდ ვარჯიში გინდათ ამისთვის, მეტი არაფერი, რომ ვარჯიშოთ, მიეჩვიოთ ამ მარკერების მართვას. ნუ აქ მარჯვენა ხაზი მარჯვენა ხაზი რა თქმა უნდა არ გადაადგილდება მეტად, იქიდან გამომდინარე რომ მარცხენა არის მისი საყრდენი. მე შემიძლია მარჯვენა ხაზი უბრალოდ ვამოძრავ, აი გავაჩერო, გავყინო ერთ ადგილას უკვე. თუ კი მოგეწონათ გაკვეთილი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება და ვიდეოს მოწონება.